დილამშვიდობის მეგობრებო. როგორც უკვე იცით, ამოვედით თუშეთში. თუშეთი ძალიან ისეთი ღრმა და დიდი და საინტერესო და ასე შემდეგ არის და რა თქმა უნდა ჩვენ ამ 2-3 დღეში ყველაფერს ვერ დავფარავთ, მაგრამ რაღაცეებს გიჩვენებთ ისეც, რომელიც შეიძლება თქვენ შეგიხდათ мотиваცია, რომ თქვენ თვითონაც ამოხვიდეთ. დღეს ჩვენ ომალოში დავჭით, დღეს დილით წავალთ, მოვინახულებთ დიკლოს ციხეს, ვნახავთ შენაქოს და ამ გზაზე არსებულ სილამაზეებსაც დავათვალიერებთ. აი ეს არის პირიქით ალაზანი, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ალაზანი საქართველოში, ანუ კახეთში არ გადის, ეს ალაზანი, რომელიც 50 ჩვენ გადავალთ და ხიდი კიდევ კარგი გაურემონტებიათ, იმიტომ რომ ბოლოს რო ვიყავი აი ორი ფიცარიიდო. ეს ალაზანი უკვე მიდის დაღესტანში თუ არ ვცდები და არის კაი ჯანმრთელად შავი ალაზანი. მე ხვალავთ ამ აღმართს წინ ჩანს მეგობრებო და ამას რო ავალთ მოხვდებით შენაქოში. და აღმართია საკმაოდ ძლიერი და მოხეული არის ჯანმრთელად. როგორი ტყე არის აი ნახე ესეთი. აი ეს უნდა ვაჩვენოთ ახლა, იმიტომ რომ ვიღაცა რო აქ თუშეთში რა ვოთხით ამოვა, მე ხო უნდა იცოდეს რომ დიკლოს ანახავად წასვლასო დააპირებს, როგორი წინაღობების გადალახვა მოუწევს. როგორი აღმართები უნდა აიაროს, რომ მანდ მოხდეს. ანუ თათ ისე რომ არ იფიქრონ, რომ აი პრიუსითაც ავალთ რა. ვახლოვდებით შენაქოს, სადაც მივალთ და ვნახავთ ძველ ეკლესიას. ეს ისეთი ლამაზი ადგილია და ის შენაქოს მე აი წინა შორს გზას ხო ხედავ. აი იმ გზაზე რო ავალ, აი მანდ არის ჩემი ფავორიტი ადგილი. მანდ არის ადგილი, სადაც აი არ ვიცი შვეიცარია თუ ალპები, ახლოს არ მოვა იმ ადგილთან ისეთი ადგილი, აი იმ გზას რო ახვალ და რო გასწორდები. აი ხა შევდივართ ისეთ ადგილას, ისეთი წვრილი ქუჩა უნდა გავიაროთ, რომ არ ვიცი გავეტევით თუ არა ამ ხელა ლენდროვერით მანდ მედია რომ გავეტევით. აქტიურად ვიღაცის ეზოში გავდივართ. ეს არის მთავარი ტრასა? კი, ეს არის ამ სოფლის მთავარი ქუჩა. სიმუხთლე, აბა რომა ჩაიხედე მანდ გავდივარ, აი აქ მარჯვნივ გავდივარ. ესეთი წვრილი ის არის რომ აი ყველაზე გასასვლელია რა? კი, მე მგონი მაგრამ ეს ადგილი უნდა მეჩვენებინა თქვენთვის, სხვანაირად არ გამოვიდათ. კი, მამა დღეს წავალთ იმ გზაზე. ხო, აი აქ. ეკლესია. აჰა, ზუსტად. ასე ბატონო ჩემო, წავედით დავათვალიეროთ. თუშეთში ეკლესიები ხშირად არ გვხვდება, უფრო გვხვდება სალოცავები. მაგრამ შენაქოში არის ერთი ძალიან ლამაზი და ოხტა ეკლესია. ზოგადად აქ რომ მოხვდებით თუშეთში, ვფიქრობ რომ შენაქო უცელად უნდა მოინახულოთ, იმიტომ რომ ძალიან ლამაზი ადგილია. თუშეთის სულს და გულს შეიგრძნობ, როდესაც ამ სოფელში მოხვალ. თუ დარჩებით და ღამის გაათენებთ კიდევ უკეთესი. რომული რა სიტყვი? შედი რა სულამაზია. აი ამ აღმართს რო ავწდებით, მანდ არის ჩემი თუშეთის ფავორიტი წერტილი, ერთ-ერთი. აი ეს რო გადავალთ, იქ რო პატარა გასასვლელი ჩანს, ნუ ჯერ ხო ირგვლივ როგორი სილამაზია. ჯერ მარტო ეს რა დღის, ეს ხედი და ეს სიმწვანე და ეს ხეები და ეს მთა. გადავალთ და ეს თოვლი როდესის ნაწილი რო გამოჩნდება, აი რომელი დარწმუნებული ვარ რომ შენაგრად ისი ამოვნებ, რომ გადადიხარ და აი ესეთი ადგილი რო გეჭიდება, საერთოდ არ ელოდები ამას. მაგრამ ეს ხეობა, ეს რაღაცა მონაკვეთი არის, რავი, ეს ყაპარი არის და როგორი აი რაღაცნაირი ცინცხალია ყველაფერი რა, აი რაღაცა ბუნებრივი ველური, არ ვიცი. აი ისო ჩანს რა. ნახე რომ როგორ გადადის. როგორი ლამაზია. არ ვიცი კამერაზე ამას ალბათ რა ვიცი ამ პროფესიონალი უნდა იყოს, რომ ეს სილამაზე მან აღბეჭდო რა. თუ თქვენ დიკლოს ციხეზე მოხვედრა გინდათ, აი მანდ, სადღაც მანდ არის სასაზღვრო პუნქტი და მანდ უნდა გააკეთოთ საშვი, იქეთ რომული და გიშვებენ, რომ სასაზღვრო ზონაში შეხვიდეთ, სხვანაირად ვერ მოხვდებით და ჩვენც დავიცავით წესები, მივედით, ავიღეთ საშვი და ეხლა მივიმართებით ცხენებთან ერთად. აჰა, კიდე რაოდენობით ძროხები, აქეთ სილამაზეები და მივდივართ, რომ მოვინახულოთ დიკლოს ციხე. ზოგჯერ შეიძლება ასეთ ადგილას მოგიწიოთ თუშეთში მეგობრებო მანქანის გაჩერება, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში გზას გადაკეტავთ.
და ესეც იცოდეთ, გაითვალისწინეთ იმისთვის, რომ დიკლოს ციხესთან მოხვდეთ და ესეთი ჯადოსნური ტყე უნდა გაიაროთ. მოგწონს რეზი? კი, მომწონს, ლამაზია. მათე შენ? აი ესეთი ხედებით და სიმშვიდით და სიმწვანით. ბიჭები, როგორ ახართ? ჩვენი ბრად. ხო? ხوارდაღლუ ხართ? არა. ძალიან კარგი. და წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწევთ, არაფერი განსაკუთრებული და აი ისიც დიკლოს ციხე. აი ეს ადგილი დიკლოს ციხე არის ისეთი ადგილი, სადაც ახლოდან და რაღაცნაირად მძაფრად ეხები ისტორიას. იმისთვის რომ დიკლოს ციხეზე ახვიდეთ, აი ესეთ კლდეზე უნდა ფაქტიურად აცოცდეთ. მიდი რეზი. ოპანა. აი მარტივი, მაგრამ ღირსამ წვალებად. მიდი ნუ გეშინიათ, ვიგდა გამიშვიცი. ხო, აი აქ რო ხარ გამაგრებული, ტერს ალბათ შენთან მოსვლა გაუჩირდება, როდესაც ერთადერთი მოსასვლელი გზა აი ეს არის. ხო, ახლა როგორი ქვებით არის ნაშენები. არაფერი არ არის ამ ქვებს შორის, უბრალოდ ქვებია დალაგებული ერთმანეთზე. აი ეს არის ის ხედი, რომელიც დიკლოს ციხედან იშლება. ქვევით არის მდინარე, რაღაც ხეობა. აი ასეთი ჯადოსნური ადგილია დიკლოს ციხე. აი მათეს უკან, არ ვიცი ჩანს თუ არა, იქ არის სოფელი დიკლო. აი იმ ფერდობზე. ვაუ, ეს ისეთი ადგილია, სადაც ნამდვილად ღირს მოსვლა. მართლა გული ამოგივარდებათ, როცა ამ აღმართზე ამოხვალთ, მაგრამ ღირს. აი იქ შორს თუ ხედავთ თეთრ წერტილს, არ ვიცი, შემიძლია კამერა რაღაცნაირად უნდა მივაახლო. აი ასე. მე მგონი ჩანს, არ ვიცი. მოკლედ მანდ, აი სადღაც აი აქ არის დაღესტნის სოფელი. ისიც როგორ ფერდობზე, იქ როგორ ცხოვრობს ხალხი. შემდეგი ფავორიტი ადგილი თუშეთში. ესელოები. ისე ყველა შესასვლელი რო ისეთია, რომ უნდა დაიხარო. სხვანაირად ვერ შეხო. აიქით. აი სადღაც აი მანდ. სადაც ახლა ჩრდილია, არის სოფელი ბოჭორნა. ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული წერტილი არ არის? ხო. შენც ისწავლე ხო სკოლაში? კი. ისტორიის სტუდენტი დავით. გასიტყვი აბა რომა Land Rover-ზე მოგეწონა? მაგარია კი. ზარბილა დადის. კუმბურდული მანქანა არის. პოლანერი დრაზდატკა აი აქ შეხედეთ რა. ამდენი რაღაცა არის, იმდენი კლავიშებია. ეს არის დამადავლებელი სიჩქარე, ეს არის აწევა-დაწევა, დაკიდების სისტემის და ეს არის რეჟიმების სხვადასხვა ტიპის, რომელსაც მე ფაქტიურად არ ვიყენებ. რა ძირითადად ვიყენებ იმას, რომ ჩავრთო დამადავლებელი და ნუ თუ დამჭირდა და უშვა რთული რელიეფია, დაკიდების სისტემა ავწიო მაღლა. ეს არის ძირითადად რასაც ვიყენებ. პრინციპში აი რასაც დავდივართ, ამ გზაზე არ არის საჭირო რაღაცა, მაგრამ თოვლინური იყოს. ხო, ეგეც იყოს. ალახი იყოს. ალახი, ეგეთად საჭიროა, ხო. გაშეკეთ. ხო. გზა არ არის ხა რთული რელიეფი რა, შემოგეცად გადაიღებ გარედან. კი, აფიცი მაგრამ ლამაზია. ეგ არის თავი. აი რასაც გვია იმინა ველური ბუნება რა. ეს არის კი ბატონო, ეს არის ველური ბუნება. და ეს არის აქაურობის სილამაზე და მომხიბვლელობა და მიმზიდველობა და რა ყველაფერი ერთად. და ის რომ მე მაგ ხოლმე სულ შეგრძნება იმის აკროვა, რომ აი ესეც საქართველოა რა. რაღაცა ისეთია რა, ველური საქართველოა, ხელუხლებელი საქართველოა, მაგრამ საქართველოა ესეც რა. და რა ვფიქრობ, რომ ალბათ ყველა ქართველი უნდა მოვიდეს და ნახოს, ყველა ქართველიც სომხური წარმოშობის ქართველიც, აზერბაიჯანული წარმოშობის ქართველიც, ყველა ვინც ცხოვრობს საქართველოში. კი, ვინც საქართველოში ცხოვრობს და ვინც თulis რომ საქართველო მისი სამშობლოა, ყველა უნდა მოვიდეს და ყველა უნდა ნახოს ეს. ამიტომაც ვაკეთებ ბედაშენ ამ ვიდეოს, რომ ვაჩვენოთ ხალხს, რომ არ არის ისეთი რთული გზა აქ, რომ რა თბილისში რომ ჯიპები დადის, მაგდენი ჯიპი მე მგონი სოფლიოში პროცენტულად თუ ავიღებთ არ დადის და იმ ჯიპების რავი ალბათ 5% არა 1%-იც არ არის ნამყოფი თუშეთში და
მეგობრებო, მივდივართ ბოჭორნაში რეზის თხოვნით, რეზის უნდა ნახოს ევროპის ყველაზე მაღალი დასახლებული წერტილი. მაგრამ რეზი რაღაცა ის არის რა, მან გაურკვევლობა მე მგონი ამ ბოჭორნასა და უშგულს შორის. უშგული მდებარეობს 2100 მეტრზე. ანუ ეს უფრო მაღლაა ვიდრე უშგული. ეს არის 2345 მეტრზე. აბა გამ ტექნოლოგია. ტექნოლოგია. ნუ, ნახე მე მგონი დიზელი აცხია, აი? ნახე? ანუ დადიოდა გაჩერდა და გაჩერდა რა. ფიქსება ჩრალა ჩრალი წინდები ფიქსება ზუგრაველი კოშკები შენდება ფიქსება ფიქრობება ყოველთვის ვეღაცა ბულკი გაიგიდა. ფიქსება ფიქრული მესამი წინდება ეხლა მივდივარ ჩემს ერთ-ერთ ფავორიტ წერტილზე თუშეთში. ეს არის ადგილი, საიდანაც სამივე ხეობა ჩანს. და ეხლა იმ კაცის ხმა და სიმღერა ისმის, ვინც მე ეს ადგილი თავის დროზე მირჩია და მითხრა, რომ იქ უნდა ახვიდე თუ გინდა დაინახო თუშეთი. კარგია რომ ისი ხმა და მუსიკა ისმის. ეხლა ჩვენ რატომაც ვართ ამოსული ერთ-ერთი მიზეზი თუშეთში არის მისი ხსოვნის საპატივცემულოდ და კარგია რომ ეხლა თან ამ მუსიკას უსმენთ და თან იმ გზაზე ავდივართ, რომელიც მან თავის დროზე მირჩია. აქედან ჩანს სამივე ხეობა. აქედან ჩანს აი ბოჭორნა, სადაც ვიყავით. აქედან ჩანს დართლოსკენ მიმავალი გზა, იქით რო წახვალ არის დართლო და აქედან ასევე ჩანს გუშინ სადაც ვიყავით, აი იქით ტიკლოსკენ მიმავალი გზა. აი ესეთი ადგილია ეს ადგილი. აი ასე მეგობრებო, უკანა გზაზე აი ესეთი ნისლი შეიძლება შეხვდეს აჩვენებელს. ფაქტიურად ვერაფერს ვერ ხედავთ. სადღაც მივდივართ და სად მივდივართ, ჩვენ თვითონ არ ვიცით. იმიტომ რომ ასეთია თუშეთის გზა, სიურპრიზებს და გახვედრებს. მოკლედ მეგობრებო, ისეთი ნისლია, რომ გადავწყვეტეთ რომ გავჩერდეთ. ეხლა ვარ ზუსტად 2000 რამდენი მეტრია? 2800 მეტრია ეგ. უღელტეხილის ყველაზე მაღალი წერტილი და აქ გავჩერდით, იმიტომ რომ თლათ უსაფრთხო არ არის მოძრაობა ასეთ ამინჩი. რაცივა. აი ასეთი მდგომარეობა არის. ვერაფერსაც ვერ ხედავ. ხედავ მაქსიმუმ 5 მეტრს ალბათ შენ წინ და არ არის თლათ უსაფრთხო ასეთ სიტუაციაში. ამ უღელტეხილის გადასვლა. ამიტომ გადაწყდა შევჩერდეთ, შევისვენოთ. მეგობრებო, გამოვაღწიეთ ნისლს. მაგრამ იქ სადღაც შორს, ალბათ ხედავთ ტრაქტორი მუშაობს, ჩამოიშალა მთა და ეხა ველოდებით როდის გახსნის ტრაქტორი გზას. თავარი ნისლი არ არის და გზას ხედავთ. ოჰო, ხელახრამია. აი ჯამთელი დიდი. ოჰო. აი ასე თუშეთის გზაზე დროს ვერ იტყვი რომ აი 3 საათში ჩახვალ თუ 5 საათში, იმიტომ რომ შეიძლება უცებ ნისლი გაგეჩითოს, შეიძლება გზა ჩამოიშალოს და ტრაქტორმა იმუშაოს და ასე შემდეგ. 1 საათია ვდგავართ ველოდებით. გზას აკეთებს ტრაქტორი. ამ დროის განმავლობაში რეზი გოგერციგნის კითხვაზე გადავიდა. მათე და რეზი ფაქტიურად დახოცეს ერთმანეთი, რომას საკაიფოდ ძინავს. აი ასე ვერანაირად ვერ გათვლით თუშეთის გზაზე დროს. ესეც ასე მეგობრებო, ჩამოვედით თუშეთიდან, ვართ სოფელ შაველში, პატარა საცობში მოვხვდით. წარმატებით ჩაიარა ტურმა, რომა პირველად მოხდა თუშეთში და რომა ხო გიყვარს ძალიან? საქართველოს ხო ძალიან გიყვარს? ჩვენი ერთ-ერთი საერთო მეგობრის თხოვნაა ეს კანთარიასი, რომ შენ თქვა, რომ ძალიან გიყვარს საქართველო. ძალიან მიყვარს საქართველო რა.
ეგეთი ქვეყანა მე მგონი რავი არსად არ არსებობს რა. მეც ასე ვფიქრობ. პატარა მონაკვეთში რო იყოს ყველაფერი ზღვა. მეც ასე ვფიქრობ. აა, რეზი და მათე. როგორ მოგეწონათ თუშეთი და თუშეთის გზა? ძალიან კარგი იყო. არის საშიში თუშეთის გზა? აი ეს ნისლი რო იყო და რაღაცა. არა, ნიში რო ვიყავით. აკალებდა სულ. რეზიკო, შენ რას გვეტყვი? როგორი მაგრამ შენ პრინციპში ეს გზა გახსოვს 85 წლიდან აკვანიდან. მაგრამ დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გზა საშიში აღარ არის. არა, თან კაი გზაა. კი, კარგი არ ყოფილა არა. კი ბატონო. სულეგარი მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე.